სალამი მოგესალმებით. თუნებას ნამთავრთ, უბრალოდ თქვენ ყურადღებას მივიქცევ ერთ-ერთ საკითხზე, რომელზეც მე ფიქრობდი, ადრეც მეფიქრია და სხვათა შორის ეს თემა არავისგან არ მომისმენია იმ გაგებით, რომ ამ კუთხიდან დაგვენახა ეს პრობლემა. და მართლაც რაღაცა პარალელები, რომელიც მე გავავალე, ადრე დიდი ხნის წინაც მქონდა ამაზე საუბარი. და ეხლა კიდევ გავიმეორებ, ძალიან ბევრია ხოლმე ისეთი თემები, რომელიც ხდება, რომელი მოვლენებიც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს, მაგრამ ხშირად დროის ნაკლებობის გამო არ ხერხდება ხოლმე და ასევე გარკვეული მიზეზების გამო არ ხერხდება ამაზე კომენტირება და გამოხმაურება. ეხლა ხან დამიმთავრდა შვებულება ორკვირიანი მთელი წლის განმავლობაში და ისევ დაიწყო რუთინული ესეთი ცხოვრება, რომელშიც გვიწევს ჩვენ გამკლავება და ირგვლივ იცით პოლიტიკური სიტუაციები როგორია, განსაკუთრებით ჩვენთვის აქტუალური, ვინც ცხოვრობთ აქ, ის მოვლენები, რაც ხდება ჩვენს ირგვლივ და ამაზე არის საჭირო ყოველთვის ალბათ კომენტირება, ან კიდევ გაზიარება. და ჩვენი ოჯახის წევრებიც ამის წინაშე დგანან, აი გუშინ გავაზიარე მე რა ხდება მაგალითად თუნდაც ელემენტარულად აი სკუდერები და ელექტრო საშუალებები, ტრანსპორტირების საშუალებები რო შემოვიდა, ძალიან დიდი სიჩქარით მოძრაობენ და ნახეთ რამდენი სიკვდილიანობა არის და იმ პროფესიის გამოისობით, რომელსაც მე ვემსახურები, სულ უშუალოდ მიწევს შეხვედრა. ასევე ამას წინებზე ფიქრობდი, ცით რა ნიუანს ალბათ თქვენს კარგად დაგიჭერე და განსაკუთრებით ვინც ალბათ გზაზე ხართ, ვინც ტრანსპორტს ატარებთ, ძალიან ადვილი დასანახი არის ესეთი პრობლემა, როდესაც შენ როგორ აფეთქდები ხოლმე, როდესაც ვიღაცა დაარღვეს საგზაო წესებს, ანუ ცოდვას ჩადის ადამიანი, მაგრამ ანალოგიურ შენ როცა აკეთებ, ხო, მაგაზე ნაკლებია რეაგირება და ან საერთოდ არ აქცევ ყურადღებას. და ყველაზე ადვილი ეს და შეიძლება დაიჭიროთ ქაროსნულ გზაზე, ან კიდე თუნდაც ქალაქში როცა მოძრაობთ, ხომ, როცა ვიღაცა ჩაგეჭრებათ, ან ვიღაცა არ ჩართავს და ისე გააკეთებს და ანალოგიური მე რომ მიხვდებით ზოგჯერ თქვენც ამას აკეთებთ, ხომ? და ეხლა ეს რო გავავრცელოთ სხვადასხვა ცოდვების ფორმებზე. რა ადვილია რა იესომ რო გითხრა და როგორი აქტუალურია, რომ სხვის თვალში ბეწვის დანახვა და ამ დროს შეიძლება დილეს ვერ ხედავდე. ყველაზე ვრცელდება ეს აბსოლუტურად. აი, ყველაზე რაც მე რა ვიცი, ახლა ძნელია ისეთ ადამიანებზე ეს შეამჩნიო, რომლებთანაც შენ შორს ახარ, ხო, დამოკიდებულებაში ეს შეიძლება ჯონ მაკარტური იყოს ან რობერტ სპროული, მაგრამ როდესაც ადამიანთან მოგიწევს ახლო ცხოვრება და ახლო ურთიერთობა, ხო, მე მიხვდები, რომ თურმე შეიძლება ადამიანი ძალიან მაგრა ლაპარაკობდეს, გესმით, მაგრამ ძალიან ბევრ საკითხებში პრაქტიკულ ცხოვრებაში, ხო, მას ძალიან ბევრი სამუშაო ქონდეს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ მოვისმინოთ, იესომაც გვითხრა ჩვენ, რომ მოусმინოთ ფარისევლებს და გააკეთეთ ის, რასაც ისინი ამბობენ, მაგრამ ცხოვრების წესში არ მიბაძოთო, ხო, ამაზე ალაპარაკი. ანუ ყოველთვის ჩვენი თითის რო გაუშვერთო, ცნობილი ნათქვამია, ხო, სამი თითი ჩვენსკენ არის მოშვერილი. რომ ყოველთვის დავფიქრდეთ იმაზე, თუ ჩვენ როგორ ავართ და სხვის თვალში არ ვეძებოთ ბეწვი, როცა ჩვენ თვალში შეიძლება დირე იყოს. და ძალიან ბევრი მოვლენები, აი ამას წინებზე კიდევ გუშინ იყო რომ შემხვდა, რომ თურმე სახელმწიფო დონეზე ფინანსდება ხალხო და ამერიკაშიც კიდევ ასე ვთქვათ, სქესის გადაკეთება არასრულწლოვან ბავშვებში. ეს ძალიან შემაშფოთებელი ის არის, ხო? კანადაში, ავსტრალიაში ამას ლაპარაკი ზედმეტია. აი სად მინდის ჩვენი ტაქსაციები და როცა ამას ხვდები, როგორ უნდა შეხვდე ამას? გაბრაზდე, რაქნა ძიმედ რომ მუშაობდა, ტაქსაციები კიდე იზრდება და ფასები ეზრდება ყველაფერს. თუ ფასები ზრდა, ასევე გამოწვეულია, რომ ასაკრეფი აკრეფონ, გესმით? ყველაფრიდან იკრიფება ასაკრეფი. და აი ტრამპი ცდილობდა ახლა რაღაც შეეზღუდა, მაგრამ ამას ძალიან ბევრი მოწინააღმდეგები ყავს. გუშინაც ერთმა მეგობარმა ნაცნობმა, რომელიც არ ვიცოდი რომ ქრისტიანი ყოფილა, უბრალოდ ჩამოვარდა საუბარი რაღაცა ყიდვა-გაყიდვაზე სახლების და იმ რეგიონში მე რო უთხარი ერთ-ერთ ეკლესიაში ჩვენი ახლობლები დადიოდნენ მეთქი, გუშინ მითხრა რომ გაიგეო რა მოხდაო ძალიან კონსერვატიულ ეკლესიაში, სადაც იყო ახალგაზრდების ქალბატონი, მასწავლებელი, მოუყვანია პარტნიორს, თუმცა ლესბოსელი ყოფილა. აი წარმოგიდგენიათ რა ხდება? რა თქმა უნდა, ახლა ეკლესია პროტესტი განაცხადა და იმას აქცევნა, ხო იყო ცდელობა, ნახეთ, ყველგან ცდელობა არის, იმიტომ რომ ყველა ნათესავებში, ახლობლებში ეს რო ვრცელდება, ხო? ბუნებრივია
სახელმწიფოს რომ ხალხს გიჭერს, ხო? ბუნებრივია რომ ეს გინდა რომ რაღაცნაირად ეს გაავრცელო და ყველგან შევიდეს და ამაში ხედავთ ხო ჩვენ სატანის როლს. და ზუსტად ამას ვთვლით. აი აქედან არის გამომდინარე რომ რატომ მოდიან ქართველებიც რომ ეს სქესის გადაკეთება და ოპერაციები ევროპაში დაფინანსდნენ. და ამას აკადემიური წრეები უწყობენ ხელს. აკადემიურ წრეებში იბადება ეს აზრები, პოსტმოდერნისტები იქნებიან თუ ნებისმიერი ესე ვთქვათ ნეომარქსისტები, ნეოფროიდისტები, რომლებიც უკვე აღარ მიიჩნევენ ადამიანს, ხო, კაცსა და ქალად და არა აქვს აზრი და ამაში თავისუფლებას ხედავენ. და ბუნებრივია რომ უკვე სამედიცინო დარგის ინტერესდება მეცნიერებას მას უნდა აღმოჩენები, დაფინანსება უნდა, არსებობა უნდა, ხო? ამასენივე ჩემმა ძმამ რომ მითხრა ავსტრალიიდან, რომ როგორ ანიავებენ ბიუჯეტს, რომ მეორე წელს დაფინანსდნენ. ანალოგიური მე მითხრეს აქაც კანადის სპორტის სამინისტროში ერთ-ერთ პროვინციაში როცა მუშაობდი მე მისაღებში მუშაობდი, მაგრამ მელაპარაკებოდი წარმოიდგინე მინისტრების გარკვეული დარგების კომიტეტების წევრები, მე ვთხარი რატო გადადიხართ მეთქი სართულიდან სართულზე, იმიტომ რომ თუ არ დავხარჯეთო ეს ფინანსები პარტიებზე, რაღაცა ესე თქვათ სხვადასხვა იმებზე, მომავალ წელს დაფინანსება აღარ გვექნება. წარმოგიდგენიათ ხალხო რასთან აქვს საქმე და ეს გაავრცელეთ ახლა ამერიკის ბიუჯეტზე, როცა ლაპარაკია ომებზე, ნახეთ თუ არ გახარჯეს ის დაფინანსება ამ ხელმა ინდუსტრიულმა კომპლექსმა არ მიიღო. ხედავთ რაზეა ლაპარაკი, ეს მარტო გეოპოლიტიკური და ის არ არის. აქ ყველაფერია გადაჭრობილი. ნახეთ ტრამპის წაჯექუჯექაობა ირანთან მიმართებაში, უკრაინის ომთან მიმართებაში. წარმოგიდგენიათ როგორ როლს თამაშობენ ახლა ის მომხვეჭელი ხარბი კაპიტალისტები, რომლებსაც ხარს უმაგრებენ იდეებით და სხვადასხვა სფეროებია, ხო? სხვადასხვა აკადემიური წრეები, სხვადასხვა წრეებს უჭერენ ხარს. და შეიძლება ფული მათ არ აინტერესებდეთ, იდეები აინტერესებდეთ და ყველა საშიში ეგ ადამიანები არიან, ხო? ეს გვერდზე იყოს უბრალოდ ეს გაგიზიარეთ თუ რამდენი თემებია სალაპარაკო და ხშირად დროის უკანმარისობის გამო და ასე გარკვეული მიზეზების გამო სიმართლე გითხრათ ვერ ვახერხებ ხოლმე რომ ამაზე მოვახდინო საუბარი, მაგრამ ერთ-ერთი თემა რომელიც მე ძალიან დამაინტერესა, როგორ დიდაც დავიწყე, ეს არის საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა, რომელზეც მე რა ვიცი, ამაზრზე ვიყავი სანამდე ქრისტეს გავიცნობდი და უფრო მეტად გამყარდა ჩემი აზრი, როდესაც ქრისტე მივიღე და ქრისტე გამაცნეს. და გითხარით, ამაზე მე არავისგან არ მომისვენ, ეხლა რასაც გეტყვით და გაგიზიარებთ, რომ პარალელი, თორე ამ თემაზე ძალიან ბევრი მომისვენე და ადამიანები ცვლიან ხოლმე თავიანთ აზრებს. მაგრამ მე წინასწარ მინდა ჩვენი მეგობრები, ჩვენი ნაცნობები, ვისაც მე ძალიან პატივისცემ, რომელსაც შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეთ საქართველოს რუსეთის მიმართებაში, ეს არანაირად ჩვენ ურთიერთობას რაღაცას არ იმაშება. უბრალოდ მე ამ პოზიციაზე ვიდექი და ვიქნები. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება პოპულარული არ იყოს და ძალიან ბევრი მსმენელის ახალგაზრდებისათვის, რომლებმაც დიდი ტრამვა მიიღეს რუსეთთან მიმართებაში, ხო? შეიძლება ეს მეუღებელი იყოს, მაგრამ ხო გითხარით მე ადრეც ამაზრზე ვიყავი და მით უმეტეს ქრისტიანობამ ეს აზრი უფრო გამიმყარა და კერძოდ რა. მე ძალიან კარგი პარალელი რა თქმა უნდა, ბევრი გვისაუბრია ჩვენ პარალელებზე სამხრეთ სამეფოსა და უშუალოდ ურთიერთობაზე მტრებთან მიმართებაში, განსაკუთრებით ერემია, როდესაც ქადაგებს და მოუწოდებს მათ როგორი ურთიერთობა იქონიონ ბაბილონთან, რომელიც ძალიან მიუღებელი ურთიერთობაა, ხომ გახსოვთ? ყველაზე კარგად ერემიას პერიოდშია ეს აღწერილი. მე რა თქმა უნდა, ეზეკიელი, დანიელიც გარკვეულწილად ამას და ცხოვრებითაც ადასტურებენ ამას და ღმერთისთვის მოსაწონი არის. ამ პარალელებს ბევრი გვისაუბრენ, მაგრამ მე მინდა უბრალოდ შემოგთავაზოთ, რომ პარალელი გავავლოთ ძალიან ელემენტარული, აი, რომლებიც შეიძლება დილეტანტის დონეზეც თქვენ საქმის კურსში იყოთ. ეს არის შოტლანდია, ირლანდია, ინგლისის ურთიერთობა და საქართველოს და მერე რუსეთის ურთიერთობა რო ავიღოთ. აი ძალიან როგორ გიხართ, აი ძალიან მარტივ დონეზეც თუ იცით, ხო, ფილმები თუ გაქვთ ნანახი, თუნდაც გამბედავი გული, შემდეგ რა ხდება, ვინც არ იცის შოტლანდიაში რა გარტატეხა მოხდა რეფორმაციის შემდეგ, ხო? და როგორ ესე ვთქვათ გადააფასეს მათ პროტესტალური რეფორმაცია როგორ მიიღეს, ხო? მე-17 საუკუნეა უფრო განსაკუთრებით და ჯონ ნოქსმა როგორი როლი ითამაშა. და ამაზე ბევრი ჯონ მაკარტურსაც ულაპარაკია და სხვათა შორის ჯონ მაკარტურმაც ბიძგი მომცა, როდესაც მან გააკრიტიკა ამერიკის პირველად გავიგე მე პასტორისაგან. სხვებისგან მე გითხარით, რომ ყველას მოსმენილი მაქვს ამ თემაზე, ვერ გეტყვით, მაგრამ პირველად გავიგე ჯონ მაკარტურის ნაირი პიროვნებისაგან, როდესაც გააკრიტიკა ამერიკის დამოუკიდებლობა და ამერიკის რევოლუცია. ლაპარაკია ჯორჯ ვაშინგტონის მიერ დამოუკიდებლობის აქცია, ხო გახსოვთ, ხო? რომელსაც ყველანი როგორ გითხრათ, ეთაყვანებიან ამ აქტს.
და ჯონ მაკარტურმა გააკრიტიკა, რომ ეს არ იყო ბიბლიურად გამართლებული სწორად, გისმით? და აი აქედან გამომდინარე, ახლა როდესაც პარალელს ხედავ და ყველას გინახიათ ხო ფილმი, თუნდაც გამბედავი გული და როგორი დიდი როგორც ირლანდიელები ანალოგიურად იბრძოდნენ დამოუკიდებლობისათვის. ეს წარმოდიეთ კუნძული იყო და სტრატეგიული თვალსაზრისით იცით რა რეები ხდებოდა ამ ტერიტორიაზე, გახსოვთ ხო შემოტევები აქედან მინდა ჩრდილოეთიდან, იცით ვიკინგების შემოსევები, როგორი ისტორია ქონდა ამ კუნძულებს, გახსოვთ ხო? და როგორ იმარჯვეს მე ინგლისური ეს რა ქვია სამეფო სადაც ვერ გაარკვევთ ეს გენეტიკა საიდან მოდის მაგრამ ყველაფერს თუ ჩვენ ავკიცავთ ბიბლიურად რა ღმერთი როგორ არჩევს ამა თუ იმერს რომ მისი საქმე და მის გეგმაში ჩაიწეროს აი მე უკვე ჩვენ ვრიგდებით ყველანაირად და იმენასაც რომელიც არის იარაღი და ამაზეც ძალიან კარგი ფილმია თუ გაქვთ ნანახი მელ გიბსონისა და შონ პენის როგორ ყალიბდებოდა ოქსფორდის ეს ლექსიკონი იქაც მიხვდებით გესმით რომ როგორ ღმერთი როგორ ამზადებდა ამერს რომ მისი საქმე გაეტანა და მართლაც ხო არ ნახულა ჯერ ტერიტორიები გაუფართო ამ პატარა კუნძულიდან დაწყებულ ერს წარმოგიდგენიათ და როგორ იყო რომის იმპერია და როგორ იყო რომის დროს თუნდაც ბრიტანეთის ისტორიაც და მე ამას გადაეცემა ნახეთ გარკვეული წლების შემდეგ არც საფრანგეთს არც ესპანეთს არც პორტუგალიას და გადახედეთ ჩვენ სადაც ვიმყოფებით ახლა კანადაში ავსტრალიაში ვიცხოვრეთ ხო აგერ ამერიკის შედეგად ყველგან მათი კვალიდებს და ნახეთ, როდესაც შოტლანდიელებმა, მე ამას წინებზეც მეგონი ვილაპარაკე ჩართვა რო იყო, ხო? იქიდანაც გავაკეთე მაგაზე აქცენტები და ეხლა უფრო გავავრცე ამაზე ფიქრი და აზროვნება, ხო? განსხვავებულად ირლანდიისაგან და ვინც იმოგზაურა დღესაც ირლანდიაში. არ არის ლაპარაკი იმ ირლანდიელებზე, რომლებიც აქ ცხოვრობენ ავსტრალიაში ან კიდე ამერიკაში. სულ სხვა ირლანდიელები არიან. წადით ახლა იმოგზაურეთ ირლანდიელებთან და ქართველებიც ჩვენი ახლობლები ცხოვრობენ და ხშირად მელაპარაკება პიროვნება, რომელიც იქ ცხოვრობს და როგორი კიდევ აქვთ მათ რაღაცა ეს ნაციონალიზმი, გესმით? და აუტანლობა თუნდაც მიუღებლობა სხვა ერისა. და განსაკუთრებით ზიზღი ინგლისელებისა. როცა შოტლანდიაში სრულიად სულ სხვა იმას ხვდებით ჩვენ სურათს. სულ სხვა აბსოლუტურად, ხო? ნახე, როგორ იყო, ესე იგი, ეს ChatGPT უბრალოდ დამილაგა, ესე თქვათ, პატარა დროის ხაზი და იმასაც მოგაწვით, ესე იგი, მანამდე როგორ იყო ინგლისი ისტორიული მტერი. და შუა საუკუნეებში შოტლანდია და ინგლისი ხშირად ომობდნენ. შოტლანდიის თავარი მოკავშირე იყო კათოლიკური საფრანგეთი. ამას ჩვენ იმ ფილმში ვხედავთ გამბედავ გულში. და ნახეთ, კათოლიციზმი, რელიგია, აი როგორც ჩვენ ახლა ნაციონალისტური იყო, ახალისებდა ამას. და ამ დროს ინტერესებს ემსახურებოდა თითქოს და შოტლანდიის ინტერესებს. და ესე არ იყო. გესმით? და როდესაც ხდება და თუნდაც ინგლისიც უკვე რეფორმაციული და პროტესტანტული ხდება, ხო, გარკვეულწილად ხედავთ, უკვე ნახეთ საფრანგეთს თავის ინტერესები აქვს და ამას გამოყენებულია შოტლანდია და ირლანდია. ამ დროს ირლანდიელები ჩვენ ხო ვიცით ხა სენ პატრიკის დღეს რო აღანიშნავენ, ეს რა ქრისტიანობაა და თელ ფილმებში, თელ ნაწარმოებში ხვდებით მათ ტრაგედიას იმ რელიგიისადმი, როგორი რელიგიაც მანცუფებს. აღარ ლაპარაკობ უკვე, რა ვიცი, რეები აღარ ამოიწია იქ, ესე თქვათ, საშინელებები კათოლიკურმა ეკლესიამ რაც ჩაიდინა მანდა. და მიუხედავად ამისა, ნახეთ, იმის გამო რომ ინგლისელებთან არ უნდათ ასოცირება, ეხლა ხან ცოტათ დაშოშმინდა, ხომ იცით, რაღაცა ტონი ბლერმა სხვათაშორის რომელსაც კათოლიციზმი მიიღო, მაგან დიდი როლი ითამაშა, რომ ცოტა დაშოშმინებული იყო ურთიერთობა, მაგრამ მანამდე ჩემს ბავშვობაშიც, ხო, 90-იან წლებში ბომბები ფეთქდებოდა ხოლმე. ირლანდიის ნაციონალური არმია იცით, როგორ კიდევ ებრძოდა და მე მიკვირდა ცივილურ ესეთ დასავლურ სამყაროში რატო ხდებოდა ესეთი გაუგებრობი და ვერ ვალაგებდი. და ქრისტიანობა ყველაფერი დამალაგებინა, ხო? ნახეთ, 1560 წელი ეს არის გადამწყვეტი გარდატეხა. შოტლანდიის პარლამენტმა მიიღო პროტესტანტული რეფორმაცია, მიაღწია 1560 წელს და რომის პაპის იურისდიქცია გაუქმდა. იცით ხო, როდის იწყება ჯერ რეფორმაცია ევროპაში, გერმანიაში მარტინ ლუთერი, მერე ჟან კალვინი და ნახეთ, აი აქაც უკვე და ქვეყანაში დამკვიდრდა რეფორმირებული, განსაკუთრებით კალვინისტური პრესვიტერიანული ეკლესია. აი უხუცესების ეკლესიას რო უძახიან ჯონ ნოქსმა ეს ჯერ ჰოლანდიაში იყო ეს ძალიან და მერე იქითაც გადადის. და მთავარი პოლიტიკური მომენტი ინგლისიც უკვე პროტესტანტულია ამ დროს.
ამიტომ შოტლანდია გახსოვთ ხო ჰენრი მერუემ რის გამო გაწყვიტა ურთიერთობა გახსოვთ ხო ამაზე ძალიან ბევრია დაწერილი ამაზე ბევრი სერიალებიც არის გადაღებული ხო ამას შეეწირა თომას მორი ხო როგორი ჭკვიანი და ბრძენი პიროვნება იყო მაგრამ ნახე ვერ გათვალა მან ვერ დაინახა კარგად შეიძლება ძალიან ტრაგიკული პიროვნება იყო მე მგონი თომას მორი არა და ამ დროს ძალიან ესეთი ქრისტიანული მაგრამ ნახეთ ვერ გაიგო რა მან რა ხდებოდა აი ღმერთი როგორ მუშაობდა ესე თქვა რაღაცნაირად პროვიდენციულად მან კარგად ვერ ახსნა ეს და შეეწირა როცა ქრომველი და სხვები უფრო კარგად გამოიცნეს ეს ნახეთ ამიტომ შოტლანდიამ აღმოაჩინა მისი სამხრეთ მეზობელი ინგლისია ლაპარაკი ხო რომელიც საუკუნეების განმავლობაში ტერი იყო ახლა უკვე რელიგიური თვალსაზრისით მოკავშირე გახდა 1560 წლის ინგლისურმა ჩარევამ შოტლანდიაში ფრანგული გავლენის შემცირება შეუწყო ხელი და შოტლანდიური რეფორმაციის გამარჯვებას გზა გაუხსნა ამის შემდეგ ინგლისსა და შოტლანდიას შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუმჯობესდა ანუ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადალაგება ადრე კათოლიკური შოტლანდია კათოლიკური საფრანგეთი და ახლა ნახეთ პროტესტანტული ინგლისის წინააღმდეგ იყვნენ 1560 წლის შემდეგ პროტესტანტული შოტლანდია, პროტესტანტული ინგლისი საერთო რელიგიური და პოლიტიკური ინტერესები გახდა. მაგრამ შოტლანდიელები ინგლისელები არ გამხდარან. ნახეთ, ეგ არის და შოტლანდიამ არ დაკარგა ეროვნული იდენტობა. გესმით? და როცა ლაპარაკია საქართველოსზე და რუსეთზე, ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ნახეთ, აქ ცოტა სხვა სურათი იკვეთება, მაგრამ ღმერთი ხომ ერთი და იგივეა. ამიტომ ლაპარაკი ყოველთვის თქვენს მოგისმენიათ, ხო ხშირად ჩვენი უფროსი მეგობრისაგანაც, რომ პრობლემა არის ქართულ რელიგიაში. მე რა მოხდა რომ ჩვენთან იყო ეს ადრე და ვიღაცამ რო თქვას რომ ეს რუსული არ არის ქართული არის ზუსტად ეს რელიგია ახალისებს გესმით ზუსტად ამ ნაციონალურ სენტიმენტს ამ დროს ვითომ ერთ რელიგია გვაქვს მაგრამ ნახეთ კონფლიქტი არის რუსეთთან მიმართებაში ნახეთ ვერ გვარიგებს ეს რელიგია როცა თუ შენ ბიბლიურ ქრისტიანობას მიიღებ ხო არა ლაპარაკი რაღაცა პრესვიტერიანობაზე და იმას არა ზოგი ლაპარაკობდა აი კათოლიკური თუნდაც რო ყოფილიყო საქართველოს უფრო წინ იქნებოდა არა ლაპარაკია ბიბლიურ ქრისტიანობაზე და როგორ იმას აირჩევ ფორმას და იმას მაგას არა აქვს მნიშვნელობა მაგრამ გადაფასება ამისი და ბიბლიურად შეხედვა ამ მოვლენებისა გესმით აი რაც მოხდა ესე იგი თუ ირლანდიაში ინდივიდებმა გააკეთეს ეს გარეთ გასულება აქ უკვე სახელმწიფო დონეზე იღებს და გადაფასება ხდება შეხედულების. აი აქ მე ვხედავ სასწაულს. აბა ჯონ ნოქსი როგორ მოახერხებდა ამას. როგორც არც ერთ ერზე. აი ინგლისი რო ინგლისია, ესეთი პროტესტანტული არ გამხდარა. მათ დაიტოვეს ძალიან ბევრი რაღაცეები და გადახედეთ შოტლანდიის ხელწერას. ჩვენ ხედავთ ყველგან, კანადაშიც, ავსტრალიაშიც და ამერიკაშიც. ესე იგი მათ იდენტობა არ დაუკარგიათ, გესმით? როგორც ქართველები ჩვენ, ხო? ჩვენ ქართველობა შევინარჩუნებთ. აი უხეში მაგალითი რო ავიღოთ, ხო, უხეში მაგალითი, ხო? ისლამ მახაჩევს აქ ახლა ბრძოლა და უყურებდი რაღაც ვიდეოს, ჰაბიბი ახლა მისი წვრთნელი არის და მახსოვს ჰაბიბსაც რო დაუსვეს კითხვა. დაღესტანი და ჩეჩენეთი შეადარეთ. აი თუნდაც სომხებმა უფრო მოაგვარეს ეს საკითხი, ხო? რუსეთთან მიმართებაში და ასე გარესამყაროსთან მიმართებაში, გესმით, ვიდრე ჩვენ. ნახეთ, ჩვენთან გადაფასებაც არ უნდათ ამ საკითხის, სხვანაირად შეხედვა. და სომხებში არიან ბევრი უკვე, რომ ისმენენ განსხვავებულას რელიგიაზე და ბიბლიაზე და ქრისტიანობაზე. გესმით რა ზიალაპარაკი და აი აქაც ისლამს იმას რო დაუსვეს ჰაბიბას კითხვა ხო საერთოდ არ უნდა მაგაზე გაცემა მიუხედავად იმისა რომ დროშით შეიძლება რუსული დროშით გამოდიოდნენ ყველა მიცის რომ ესენი არიან დაღესტნელები თი ყველასთან შეიძლება ამის გატანა ხო მით უმეტეს დღეს შეიძლება საბჭოთა კავშირის ვიღაცამა თქვა ამას წინებზე რომ ვისმედი ხო და მართლაც რუსებსაც ნათლავდნენ მაგრამ როცა გადიოდნენ სუხიშვილები მაინც ბევრი რაღაცა ქართული გაქონდა და დღეს მით უმეტეს ხო ჩვენ ამიტომ ჩვენი თავარი მიზანი ის კი არ არის დამოუკიდებლობა როგორ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა როგორ იყო დამოუკიდებელი თავარი მიმართება არის ღმერთთან როგორი ურთიერთობა დავიჭიროთ გესმით? და ნახეთ რა ხდება აქ, უკვე შოტლანდიაში საკუთარი პარლამენტი, საკუთარი სამართლების სისტემა, საკუთარი ეკლესია ჩარჩობს სკოტლანდში, საკუთარი ეროვნული იდენტობა, საკუთარი მონარქიული ტრადიცია და მერე უკვე 1603 წელს ნახეთ, მოხდა უზარმაზარი ცვლილება. შოტლანდიის მეფე ჯეიმს მე-6 გახდა ინგლისის მეფეც. წარმოგიდგენიათ? აი გარკვეულწილად რო ავიღოთ, რომ შეიძლება სტალინის მაგალითი, ან მიშა სააკაშვილის მაგალითად ამ პერიოდში რო გაეკეთებინა და ამას აკეთებენ იცით ხო? აი აქაც მაგალითად რო შეინარჩუნო კვებეკის ესე თქვათ ეს პროვინცია ხო? ფრანგული წარმოშობის პრემიერ-მინისტრებს აყენებენ კანადის იმებად. აი როგორც ლაპარაკი იყო რომ რატო არა შეიძლება დედაქალაქად სოხუმის ეს არის რაღაცა ესე თქვათ პარადოქსულად აზროვნება, გესმით? ნახეთ?
გაიგეთ რასაც აკეთებენ აქ რომ თავარი მიზანი რა არის ელემენტარულად როცა გაიგებ რომ ქრისტიანობა არის მე ეს გქონდათ რაღაცა მესიანურად მათ რომ გაეტანათ ქრისტიანობა ხო მოდი რა ამ ერთი საქმისათვის გესმით ჩვენ გავწიოთ რაღაცა ამბიციები გვერდზე გადავდოთ და ეს ელემენტარულად იმას აქვთ რა ქვია თუ დასახელება თუ რაც არის თუნდაც აი მიშა რო ყოფილიყო ნიჭიერი ადამიანი ვიღაცა აი როგორც ზურკოვი იყო მაგალითად ჩეჩენი და სამეფო კარზე მივიდა ხო პეტრე-პირველზე ამბობდნენ მაგრამ ხო არ ვიცით როგორ ხო ან უბრალოდ მე პარალელს ვავლებ შეიძლება ეს პირდაპირი გაგებით შეიძლება ბევრ რაღაცა კიდე პრობლემასთან იყოს მაგრამ მე ვამბობ აი ელემენტარულად სხვანაირი კუთხით რომ შევხედოთ ამ საკითხს რასაც ეხება საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა და არ იყოს გინება და გაუთავებელი წარსულში ხედვა გესმით და რაღაცა შუღლი ახლა რო შევადაროთ ეს ირლანდიას აქ სიტუაცია თითქმის საპირისპირო განვითარდა ინგლისმა ირლანდიაში ცადა პროტესტანტული რეფორმაციის გავრცელება მაგრამ ირლანდიელთა დიდი უმრავლესობა კათოლიკე დარჩა მე-16 საუკუნის ბოლოს ინგლისსა და შოტლანდიაში უკვე პროტესტანტობა დომინირებდა ხოლო ირლანდიაში პროტესტანტიზმის პრაქტიკულად არ ქონდა მნიშვნელოვანი ადგილი მხარდაჭერა დღესაც არა აქვს თვით ირლანდიაზე ლაპარაკი და აღარ ლაპარაკობ მე ირლანდიელები რომლებიც აქ გადმოვიდნენ ძალიან ბევრი კარგი პროტესტანტი გახდა მაგრამ ნახეთ თვით ჯონ მაკარტური შოტლანდიური წარმოშობისა და მე ბევრი შოტლანდიური წარმოშობის პასტორიც მინახია ეს ტრადიცია გრძელდება და ირლანდიული ნაკლებად არის ხედავთ ნახეთ და ირლანდია პირიქით უფრო საფრანგეთთან იდენტობა იმასთან რა ქვია თავის რაღაცა სენ-პატრიკის იმასთან ისტორიასთან რაღაცას ჩემულობენ ესე მაგრამ პრაქტიკულ ცხოვრებაში მათ რომ არა ახლა ამერიკის დახმარება რაღაცა ხო იცით მათი ეკონომიკა ძალიან სუსტი იქნებოდა პირდაპირ გაგებით ის ხალხი ვინც გასულები არიან და 40 მილიონი გამრავლდა ამერიკაში ისინი ეხმარებიან ირლანდიას დღეს თორე ირლანდია რომ მიხვალთ ნახავთ იქ რა ვიცი მან უყვართ ახლა ლუდის დალევა და რა ვიცი თავისი რაღაცა ფეხბურთის თამაში დაის ხო მაგრამ შოტლანდიელებმა უკვე ძალიან დიდი როლი ითამაშეს დიდი ბრიტანეთის აყვავებაში და რა თქმა უნდა აი ეს ახალი ტერიტორიების აღმოჩენაში და დაფუძნებაში ხო აგერ კიდევ ესე იგი საერთო სივრცე შეიქმნა შოტლანდიის ინგლისთან და აქ შეგიძლიათ თქვენ გადახედოთ მე ძალიან ბევრ იმებს რა ქვია რუკებს როგორ ხდებოდა ესე ვთქვათ დროის ხაზზე ამის გავლენა და პარადოქსული გამოვიდა ხო რომ მანამდე იყო კათოლიკური ნახეთ ორივე და მე უკვე რეფორმაცია ვრცელდება და ნახეთ როგორ იცვლება უკვე დამოკიდებულება სამყაროს მიმართ სოფლიოს მიმართ და უკვე აღარ უშლით ხელს ასევე ენასთან დაკავშირებით მათაც ჰქონდათ გარკვეული შოტლანდიური გელიკური და ასევე შოტლანდიური ენა ჩამოყალიბდა მაგრამ ნახეთ რომ იარაღად შეიძლებოდა ინგლისური ენის კარგად გამოყენება შერიგდნენ ამაზე და ესე იგი მონაწილეობაც კი მიიღეს მათ ინგლისური ენის განვითარებაში ესე ენაც არ იყო შემაფერხებელი და რაღაცა შესაგინებელი შეიძლება ახლა ვიღაცა ამბობდეს კიდე იყვნენ პატრიოტები დარჩენილები მაგრამ ნახეთ საერთოდ მე ასოცირება არ მიხდება ჯონ მაკარტურის ბიოგრაფიაც დაწერა შოტლანდიელმა პიროვნება და ერთხელ მე მგონი თხოვდი კიდევაც კელტიც არ ჩაუცვია მაგრამ შოტლანდიური იდენტობა მას ჰქონდა გესმით არ დაუკარგია შოტლანდიური იდენტობა ასე რომ ეს ბევრი მაგალითები ჩვენ გვაძლევს რომ არ ვიყოთ რაღაცა ჩარჩენილი მარტო ჩოხა ახალუხებში და თუნდაც ენის იმაში გესმის იდენტიფიკაციაში რა თქმა უნდა ახლა ქართულ ენასაც ვერანვერ წაგართოს იმიტომ ცოტა განსხვავებებიც დიდია შოტლანდიური თუნდაც ინგლისურთან ახლოს იყო გერმანულ ენოვანი იყო გელიკური უფრო განსხვავებული იყო და ჩვენი საერთოდ განსხვავდება რუსულისაგან მაგრამ არავინ არ წაგართვეთ არავინ არ დაგაკარგვინებთ თავარი მაინც არის ჩვენი დამოკიდებულება რომ ღმერთის ხელი დავინახოთ რატომ მოგვაქცია ღმერთმა აი ამ დაუშვათ გარკვეულ ამ გარემოში და ამ სამყაროსთან და შეიძლება რომ ამასთან ტრულად განწყობით ჩვენ რამეს მივახციოთ. უფრო და უფრო დავზარალდა, როდესაც სიმშვიდე იყო ელემენტარულად რაღაცა იდეოლოგია იყო თუ რაღაცა საბჭოთა კავშირის დროს, უფრო მეტ წარმატებას მივახციეთ ჩვენ და მით უმეტეს ღმერთი, როცა ღმერთისკენ შემოbrunდები და ამ რელიგიას გადააფასებ. რატო რა რუსები მოვალა და ამაზე რას გეტყვიან? ვერაფერს ვერ გეტყვიან ამაზე, ხო? როცა დაიწყებ ამაზე, მაგრამ
პოლიტიკური მათი ინტერესები რელიგიური რატო იყო ჩვენდამი რომ პოლიტიკურად ეკონტროლებინათ გესმით როგორც ინგლისში აი პარალელურად აბა ეხლა ისე გადამკვდარი ქრისტიანები ხო ვიცით რომ რუსები არ არიან ეს იყო იარაღი ლაგამი მაგრამ როცა დაინახავენ რომ როდესაც შენ პროკოპენკოსავით ან კალამიცევით აზროვნებ ხო და შენ არ ერჩი მათ ამბიციებს პოლიტიკურს გესმით და არ გინდა რაღაცნაირად სხვისი მათ მიერ აღქმული მტერი შემოიყვანო და ბაზები დააყენებინო რატო დაგიწყებ შენ ამაზე დაუშვათ პრობლემას მაგრამ როდესაც არ არის დარწმუნებული ხა ყველანაირად ცდილობს არეულობას და არ მოწოს არეულობა გესმით მაგათ მაგრამ ღმერთი ხო არსებობს ღმერთი იგივე ღმერთია რომელიც შოტლანდიელებს დაეხმარა თუ ჩვენ ღმერთისკენ ვუბრუნდებით ის ღმერთი იმეებსაც მოუბრუნებს გულს ან კიდე დაუბრმავებს თვალს და ჩვენ ყველანაირად ვერ შეამჩნევენ ამას იმიტომ რომ ხო გითხარით ამ ცვლილებებს და საუკეთესო დაინახავენ და შეიძლება მოგბაძონ კიდევაც და კი ბაძავდნენ კიდევაც ინგლისელები ბევრ ამაში შოტლანდიელებსაც როცა დაინახეს ეს უკვე არ ემუქრებოდა მათ დამოუკიდებლობას და მათ კუნძულს რომ საფრანგეთს და სხვაებს არ დაეპყროთ. გესმით რაზეა ლაპარაკი? ასე აი ამ კუთხიდანაც რომ შევხედოთ ამ პრობლემას, მე მგონი ძალიან წაგვადგება და ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ თუნდაც პერსონალურ დონეზე ხო ძალიან ის იქნება რა ელემენტარულად ასევე ჩრდილო ირლანდიაზეც თუ გადავხედავთ ჩრდილო ირლანდიაში რა მოხდა და დღეს როგორ უყურებენ ჩრდილო ირლანდიელებს შოტლანდიელები გადავიდნენ იქაც და იქაც გარკვეულად პატარა გააფართოვეს კიდევაც ღმერთმა გააფართოვებინა ეგ ტერიტორიები და იცით ისინიც მით უმეტეს უფრო ძალიან დაუშვათ ბრიტანელებთან კიდევ უფრო დაახლოვდნენ გესმით ასე რომ ძალიან ბევრ რამეზე საკითხებზე ჩვენ არ უნდა ვიყოთ ჩაციკლული და არ უნდა ვიყოთ რაღაცნაირად ისე მიჯაჭვური რომ თითქოს და ეს ტაბუდადებული სინია და არანაირად ჩვენ არ შეგვიძლია. რა თქმა უნდა ახლა ამას მე რასაც ვლაპარაკობ, ბევრი კიდევ სხვანაირად შეხედავს, კრიტიკულად შეხედავს, მაგრამ იმას ჩვენ ვერ გავექცევით, რასაც ყოველთვის ჩვენ ბიბლია გვეუბნება, რომ ყველაზე მთავარი ნომერ პირველი არის ჩვენი და ღმერთის ურთიერთობა და მერე ის ღმერთი დაგვილაგებს, სადაც გავჩდით, სადაც დავიბადეთ, თუ როგორ ვიქონიოთ ურთიერთობა იმ რეალობასთან და იმ გეოპოლიტიკურ დაუშვათ მდგომარეობასთან, როგორი არჩევანი გავაკეთოთ, სადაც გვიწევს ურთიერთობა, დროებით ამ დედამიწაზე ცხოვრება, ხო? მაგრამ თუ ჩვენ არ გადავაფასებთ, აი ელემენტარულ გადაფასებაზეა ლაპარაკი და არა რაღაცა შეიძლება რაღაცა ისეთ იმაზე რომ ყველამ ბიბლია ხელში დაიჭიროს არა აი გადაფასება იმ შეხედულებებისა რომელსაც დღევანდელი ნაციონალური რელიგია გვაძლევს და ამ დროს იგივე რელიგია თითქოს და რუსებს აქვს გესმით და ამ დროს არ ხდება დაუშვათ ჰარმონიაში ყოფნა პირიქით უფრო ზიზღი მატულობს უფრო დაძაბულობა მატულობს და სად მიიყვანს ეს ერს იმიტომ რომ ღმერთს თუ არ მოწონს ეს მდგომარეობა ხო უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩაგვაგდებს გესმით და ჩვენ რო გველოდებით რომ თითქოს და დასავლეთი მოვა და აბა რუსეთს დაასუსტებს ხო შეიძლება ეს არ მოხდეს და ასე ჩანს რომ არ ხდება ხო იმიტომ რომ პუტინიც გამოიცვალოს შეიძლება და უარესი კიდევ ნაციონალისტი მოვიდეს და უფრო მეტად შური იწიოს და ჩვენ დავზარალდეთ. განა არ დაზარალდა საქართველოს, როდესაც მოვიდნენ ესე თქვათ ეგრეთ წოდებული პატიოსანი დისიდენტები. ზუსტად გამსახურდი და მერაბ კოსტავა. მე ამაზე ვიყავი, სანადე ქრისტეს გავიცნო და ამაზე ვარ ეხლაც. იმიტომ რომ შეიძლება მე ყოველთვის ვხედავდი რომ სხვა გზა ეს გზა არ იყოს სწორი, რომელ გზასაც საქართველოს დაადგა. და ეხლა ეძებენ რომ პატიმრებს ვიხოცავდა რა იყო. ეს იყო ხალხო, ეს იყო საგიჟეთი. მე დავტოვე ქართველი საგიჟეთი. და უფრო მეტად კიდე გაგიჟდა, როცა სამოქალაქო ომი მოხდა, ძმათა ომები მოხდა, ეს თუ არ ახსენით რომ ეს ღმერთის რისხვა იყო და ღმერთი გაწყრა ჩვენ არჩევაზე, მაშინ ახლა რა ვიცი ეს რა ვიცი ხა პოლიტოლოგები ამას ჩვენ ვერ გვეტყვიან და სპეციალისტები. ამას ჩვენ გვეტყვიან მხოლოდ ქრისტიანულ ღირებულებებზე და ცნობიერებაზე მდგომი ადამიანები. ამას მხოლოდ ისინი ახსნიან. და ეს პოლიტოლოგები და ისინი ყოველთვის ისტორიულ ნარატივებს, რაღაცებს, ეკონომიკურ ძალიან კარგ რაღაცებს დაგვიდებენ, მაგრამ ეს ვერ ახსნის იმ ფენომენს, რასაც ქვია ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობა და ერი ადამიანებისგან არ შედგება და ღმერთია ისევე, ხო, მან გააჩინა, მან დაშალა ენები ბაბილონის გოდოლიდან, მან მოგვანიჭა, მან მოგცა ეს ადგილი
სადაც ავართ ხო და არა რაღაცა იმითი ლაპარაკი როა რომ იქ დააგვიანდა და განაწილება და რაღაცეები როა ხო მაინც ღმერთმა მიგვიჩინა ეგ მაგ ადგილი და ამ რეალობაში გზადაგზა ისტორიულად მე ეს ერეკლე მეფისისა ეს ალბათ ძალიან გარდამტეხი მომენტი იყო საქართველოს ისტორიაში ეგ მომენტი ხო და ამასაც დანახვა უნდა და როგორ გითხრათ უარყოფითი ყველას ქონდა დიდი ბრიტანეთის როცა ტერიტორიებს იპყრობდა ახლა რომ შეეკითხოთ ხო უარყოფით რო გაყვეთ ხო ძალიან ბევრ უარყოფითს აღმოაჩენთ ხო იქ აბორიგენელების ხოცვა ჟილეტვა რა ვიცი ინდოელებმა ოქროს გატანა და რაღაც მაგრამ კარგი რა მოხდა კარგი ძირითადად აი კარგი მოხდა გუში რო გავიცანი ჯერემი იგივე იერემია ინდოელი ახალგაზრდა ბიჭი რომლის ბაბუაც ქრისტიანი იყო სადაც თომამ გაავრცელა ქრისტიანობა აი ძალიან გამიხარდა შევდიოდით დიდი ხანია ვიცნობ იმაზე სავარჯიშოდ მაგრამ ჩამოვარდა აი შემთხვევით და ძალიან შვიდი ძალიან წყნარი და მე ქრისტემ გადამარჩინაო და აი ეკლესიაში დღესაც დადის ინდოელი პიროვნება წარმოგიდგენიათ აი ეს გააკეთა ბრიტანულმა მისიონერებმა შოტლანდიური მისიონერები გადახედეთ რამდენი იყო რომ გაიტანეს და ესენი კარგს ხედავენ და დღესაც მით უმეტეს უკვე სამეფოს ესე ვთქვათ სადავე იმაში მართლობის სათავეებშიც არიან იცით ხომ ინდოელები და თუნდაც მუსლიმანებიც და ეს არ არის ბრიტანეთის დამსახურება და ჰუმანიზმიც რიგდება ამაზე ჰუმანიზმიც რომ უკან მოიტოვოს და უკან დადოს ეს ზიზღი იქნება დაპირისპირება იქნება რომ კაცობრიობა ჰუმანისტური თვალსაზრისით იმიტომ რომ ბიბლიური პროვიდენცი და ღმერთის პროვიდენცით მიდის ხო სამყარო ხო და აქ იყენებს ღმერთი ამ ჰუმანიზმსაც და დემოკრატიასაც და თვით ესენი აღიარებენ უკვე ამ რა ქვია ასეთ ურთიერთობებს რომ არ იყოს დაძაბულობა არ იყოს ის შეიძლება ვიღაცას აქეზებდეს იმიტომ რომ უკვე შენ ჩემ ჰუმანიზმშიც ვეღარ ეწერები ამიტომ მე ყველანაირად დაგახურდავებ შენ როგორც ეს დაემართა ძალიან ბევრერებს გესმით ჰუმანიზმის დემოკრატებიც ზუსტად ანალოგიურად მოგატყუებენ ვითომ ხარს გიჭერენ მაგრამ დაგახურდავენ იმიტომ რომ შენ ვეღარ ეწერები ამ გლობალურ სამყაროში აღარ ვლაპარაკობ ქრისტიანულ დაუშვათ მომავალ სამყაროში რომ ადგილი კონდეს შენარჩუნებული აი ეს მინდოდა მე უბრალოდ გამეზიარებინა დღეს თქვენთვის და მადლობა მოსმენისათვის მომავალ შეხვედრამდე